2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს მათ დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. ომში დაღუპულთა მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მათი განცხადებით საქართველოს გმირებს ვერავინ დააკნინებს და მებრძოლთა სულების პატივსაცემად ბოლომდე ებრძოლებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში საომარი მოქმედებები 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო. რუსეთის საოკუპაციო ძალები როკის გვირაბის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. რუსულმა ავიაციამ დაბომბა რამდენიმე ქალაქი, გადაწვა ათეულობით სოფელი, სამხედრო ბაზები და სხვა სტრატეგიული ობიექტები. რუსულ სამხედრო აგრესიას 400-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. 150,000-ზე მეტი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. ნაციონალური მოძრაობა ბოლო წლები აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს მიიჩნევს და დაღუპულთა ხსოვნას სწორედ დღევანდელ დღეს მიაგებს პატივს. 17 წელი გავიდა, როცა ეს ვაჟკაცი ბიჭები ჩვენი ქვეყნის მტრებს რუსებს ეკვეთენ და არ მიცეს შესაძლებლობა რომ მთელი საქართველო ყოფილიყო ოკუპირებული. სამწუხარო რეალობაა რომ 17 წლის შემდეგ ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა პუტინთან ერთად და მთელი საქართველო აქვს ოკუპირებული. დღეს რუსულ ხელისუფლებას საქართველოს რუსეთი თავს დაესხა 7 აგვისტოს და შესაბამისად მაშინ როდესაც ისინი დაესხნენ თავს საქართველოს, იქიდან 17 წელია გასული და ჩვენ გმირების საპატივცემულოდ ქედის მოსახლეად ვართ დღეს აქ. მთელი მსოფლიო და ქართული ხალხი 7 აგვისტოს აღიარებს თარიღად, რომელს დროსაც რუსეთის შეარაღებულმა ძალებმა გადმოკვეთეს საქართველოს ტერიტორიული საზღვრები და თავს დაესხნენ მშვიდობიან მოქალაქეებს და განიზრახეს საქართველოს ოკუპაცია. ის, ვინც არ აღიარებს საქართველოს ოკუპაციის ოფიციალური ოკუპაციის თარიღად 7 აგვისტოს, ეს არის მათი პრობლემა. მე არ ვიცი სააკაშვილო რატო ჩაწერა ბრძანებულებაში, შეგიძლიათ გკითხოთ სააკაშვილს. დაგვიტოვა სევდა, ძალიან დიდი ტკივილი, დიდი მონატრება, მაგრამ ამავე დროს უდიდესი სიამაყის განცდა, რადგან ჩვენმა გმირებმა, ჩვენ სამშობლოს შეუნარჩუნეს მთავარი საკუთარი სიცოცხლის ფასად, ჩვენ სამშობლოს შეუნარჩუნეს ღირსება. ყველა მნიშვნელოვან და სამშობლოსთვის ღირებულ საკითხში ოცნებას აქვს რაღაც საკუთარი, თითქოს ორიგინალური დამოკიდებულებები, მაგრამ რეალურად ყველამ ვიცით, როდის დაიწყო აგვისტოს ომი, როდის გადაწყვიტა რუსეთის იმპერიამ საქართველოს, დამოუკიდებელი საქართველოს განადგურების მცდელობა, ამიტომ ჩვენ დღეს მოვედით 7 აგვისტოს, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს. მე არ ვიცი განშტაბავაპირებ. დღეს მე ვიცი ერთი რამე, საქართველო არის გმირების ქვეყანა და იქნება ყოველთვის გმირების. ამას ჩვენ ვერ გადაგვათქმევინებს ვერც ერთი მთავრობა. იქნება ბინევანიშვილის თუ ვიღაცის. ხო და ამიტომაც გმირები არიან ეს ხალხი და ჩვენ აქ ვართ. არ აქვს მნიშვნელობა, არ აქვს სხვა შორის გმირები იყვნენ ყოველთვის და იყვნენ დიდგორიდან დაწყებული და კიდევ უფრო ფრთილი. რატომ ასახელებდნენ 0-ად არის, ანუ 8 აგვისტოს და რატომ შეიცვალა 7 აგვისტო, რატომ ამბობდნენ, მაგალითად, რატომ იყო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საომარი მდგომარეობის შესახებ შესაბამისი დოკუმენტში მითითებული, რომ რუსეთის ფედერაციის ძალები შემოვიდნენ 8 აგვისტოს საქართველოში. რატომ იყო რომ 16-23 რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, სადაც მითითებული იყო საქართველოს მეომრებს, ქართველ ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა. ამ დოკუმენტზე ხელმომწერები ეხლა ბედავენ და საუბრობენ აგვისტოს ომთან დაკავშირებით. არავით არის მორალური უფლება გარედან მართულ აგენტებს არ აქვთ, როდესაც საუბრობენ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ოკუპაციასთან დაკავშირებით.